იუჯი გემის ჯადოსნური მოგზაურობა. ყველაფერი იწყება პატარა ოცნებით. თავიდან ის თითქოს უმნიშვნელოა. უბრალოდ ფიქრი, ნაზი სურვილი, რომელიც ჩუმად იბადება გულში. მაგრამ როცა ამ ოცნებას ბევრი ადამიანი იზიარებს, ის ნელ-ნელა იზრდება, ძლიერდება და დიდ მიზნად იქცევა. თითოეული ჩვენგანის ფიქრი, თითოეული მცდელობა და თითოეული ნაბიჯი ერთმანეთს ებმის და ქმნის რაღაც მნიშვნელოვანს. როცა ერთად მუშაობთ, ერთმანეთის გვერდით ვდგავართ და ერთ მიზანს ვემსახურებით. ჩნდება განსაკუთრებული ძალა. ეს არის მეგობრობის ძალა, ერთობის ძალა და იმედის ძალა. სწორედ ამ ძალით იქმნება ის, რაც ადრე მხოლოდ წარმოსახვა იყო. ყოველი დასაწყისი სავსეა მოლოდინით. ჩვენ ვსწავლობთ მოთმინებას, ყურადღებას და ერთმანეთის მხარდაჭერას. ხვდებით, რომ დიდი საქმეები პატარა ნაბიჯებით იწყება. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ იბადება გზა, რომელიც გვასწავლის ერთად ყოფნას, ერთად ფიქრს და ერთად ოცნებას. გზა, რომელიც მიგვიყვანს დიდ მოგზაურობამდე და გვაჩვენებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ გულით ვაკეთებთ. დადგა განსაკუთრებული წამი, როცა უნდა გაუშვა ის, რაც სიყვარულით შექმნილი. ეს არის სიხარულის და მღელვარების ერთდროული შეგრძნება. თითქოს გული გეუბნება, რომ ყველაფერის მიზად არის, მაგრამ მაინც მინდა. კიდევ ერთხელ გადახედო, კიდევ ერთხელ შეხედე, კიდევ ერთხელ ირწმუნე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ახალი დასაწყისი ყოველთვის უცნობთან შეხვედრას ნიშნავს. წინ არის გზა, რომელიც ჯერ არავის გაუვია, მაგრამ ამ გზაზე მიდიხარ რწმენით, იმედით და იმ კეთილი სურვილებით, რომელიც შენს გულში ცხოვრობს. როცა რაღაცას სამყაროში უშვებ, მასთან ერთად საკუთარ ნაწილსაც ატან, საკუთარ შრომას, სიტყვას და ოცნებას და სწორედ ეს ხდის ყოველ დასაწყის განსაკუთრებას. ამ დროს ვსწავლობთ, რომ ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გვჯეროდეს საკუთარი ძალის, უნდა გვჯეროდეს იმის, რაც შევქმნით და უნდა გვჯეროდეს, რომ ყველაფერი თავის გზას იპოვეს. ყოველი ახალი დასაწყისი გვასწავლის გამბედაობას, გვასწავლის, რომ უნდა გავუშვათ ჯიში და წინ წავიდეთ, რადგან სწორედ იქ უცნობში იწყება ნამდვილი თავგადასავალი. ცხოვრებაში ყოველთვის მშვიდი დღეები არ არის. ხანდახან ყველაფერი რთულდება, ჩნდება დაბრკოლებები, ჩნდება სირთულეები და თითქოს ყველაფერი უფრო მძიმე ხდება. მაგრამ სწორედ ასეთ დროს ვსწავლობთ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებს. როცა გზა რთულდება, ადამიანი საკუთარ თავში ახალ ძალას პოვლობს, სწავლობს მოთმინებას, გამძლეობას და რწმენას. სწავლობს, რომ სირთულეები დროებითია და რომ მათ მიღმა ყოველთვის არის ნათელი დღე. ყოველი გამოწვევა უგზრდის. გვასწავლის, რომ არ დავნებდეთ. გვასწავლის, რომ წინ წავიდეთ, მაშინაც კი, როცა ყველაფერი რთულად გვეჩვენება. ნელ-ნელა ხვდებით, რომ სწორედ ეს გზაა, რომელიც გვამაგრებს. ყოველი გადალახული სირთულე გვახსენებს, რამდენად ძლიერები ვართ. ყოველი რთული დღე გვასწავლის, რომ ხვალ შეიძლება უკეთესი იყოს და ბოლოს, როცა ისევ სიმშვიდე დგება, უკვე სხვანაირები ვართ, უფრო ძლიერები, უფრო თავდაჯერებულები და უფრო მზადი იმ გზისთვის, რომელიც წინ გველოდება. სამყარო მუდმივად იცვლება. ყოველდღე ჩნდება ახალი იდეები, ახალი აღმოჩენები და ახალი შესაძლებლობები. ის, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე რეალობაა. ჩვენ ცხოვრობთ დროში, სადაც ცოდნა ძალად იქცა, სადაც ფიქრი, სწავლა და ცნობის მოყვარეობა ახალ კარს გვიღებს. როცა ვსწავლობთ, ჩვენ ვქმნით მომავალს. როცა ვოცნებობთ, ჩვენ ვაძლევთ სამყაროს ახალ მიმართულებას. ახალი ტექნოლოგიები გვასწავლის, რომ საზღვრები არ არსებობს, რომ ყოველთვის შეიძლება რაღაც უკეთესი შექმნა, რომ ადამიანი მაშინ იზრდება, როცა ისწავლის, იფიქრებს და არ შეეშინდება სიახლის, მაგრამ ამ ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ადამიანია. მისი გონება, მისი სითბო და მისი სურვილი, რომ სამყარო უკეთესი გახდეს. როცა წარსულის გამოცდილება და მომავლის შესაძლებლობები ერთმანეთს ხვდება, იქ იბადება ახალი ძალა. ძალა, რომელიც გვასწავლის, რომ მომავალი ჩვენს ხელშია და ჩვენ თავად ვწერთ მის ისტორიას. ნამდვილი ძალა სიკეთეშია. იმაში, რომ დავინახოთ ისინი, ვისაც დახმარება სჭირდება. იმაში, რომ გაუფრთხილდეთ იმას, რაც ჩვენს გარშემოა. როცა ვზრუნავთ ბუნებაზე, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ თავზე. როცა ვეხმარებით სხვებს, ჩვენ ვქმნით სამყარო, სადაც უფრო მეტი სითბოა და მეტი სიყვარული. პატარა სიკეთეებიც კი დიდ მნიშვნელობას იძენს. ერთი მზრუნველი სიტყვა, ერთი დახმარებული ხელი, ერთი კეთილი ნაბიჯი. ეს ყველაფერი ნელ-ნელა ცვლის სამყაროს. ბუნება ჩვენი სახლია. ცოცხალი არსებები ჩვენი თანამგზავრები არიან ამ დიდ სამყაროში და როცა ჩვენ ვუფრთხილდებით, ჩვენ ვსწავლობთ თანაგრძნობას, პასუხისმგებლობას და სიყვარულს, სიკეთე არასდროს იკარგება. ის ყოველთვის ბრუნდება. ხანდახან ღიმილის სახით, ხანდახან მადლიერების სიტყვად, ხანდახან უბრალოდ ბედნიერების შეგრძნებად და სწორედ მაშინ ხვდებით, რომ ყველაზე დიდი გამარჯვება არის ის, როცა სხვებს ვეხმარებით. გრძელი გზის შემდეგ დგება დაბრუნების დრო. ეს არის წამი, როცა უკან იხედები და ხედავ ყველაფერს, რაც გაიარე. ყველა ნაბიჯს, ყველა სირთულეს, ყველა პატარა და დიდ გამარჯვებას. ეს გზა ცვლის ადამიანს, აძლევს გამოცდილებას, აძლევს სიძლიერეს და აძლევს რწმენას საკუთარი თავის მიმართ.
როცა ბრუნდები, უკვე ისეთი აღარ ხარ, როგორც დასაწყისში იყავი. უფრო ძლიერი ხარ, უფრო თავდაჯერებული და უფრო მადლიერი. ყველაზე დიდი სიმდიდრე ის არის, რაც გზაზე ისწავლე. მეგობრობა, მხარდაჭერა, გამბედაობა და იმედი. ეს ყველაფერი შენთან ერთად ბრუნდება და როცა ბოლოს საკუთარ ადგილს უბრუნდები, გრძნობს სიხარულს, გრძნობს სიმშვიდეს, გრძნობ რომ ეს ყველაფერი ღირდა, მაგრამ ეს დასასრული არ არის. ყოველი დაბრუნება ახალი დასაწყისია, ახალი ოცნების, ახალი გზის და ახალი მოგზაურობის დასაწყისი, რადგან ვინც ერთხელ გაბედავს გზაზე გასვლას, ის ყოველთვის მზად იქნება კიდევ ერთხელ ოცნებას და კიდევ ერთხელ დაიწყოს.